ზიანის შემცველობის საქართველოს ვრცელი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ნარკოკანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. მათი განცხადებით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ნარკოდამოკიდებულება მხოლოდ საქართველოში არის კრიმინალიზებული, რაც არასწორი მიდგომა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით აუცილებელია, რომ მოხდეს ადამიანების მკურნალობა, რეაბილიტაცია და არა დასჯა, რადგან მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დასჯა დადებით რავლენას ვერ ახდენს ნარკოდამოკიდებულების შემცირების მხრივ. ჩვენი მოთხოვნა ასევე გახლავთ ის, რომ მოხდეს გაიმიჯნოს ზღვარი და ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი არ ისჯებოდეს. არსებობდეს მეტი რეაბილიტაციის შესაძლებლობა, ვინაიდან ციხეში მოხვედრის შემდეგ ადამიანი წყდება ყოველგვარ შესაძლებლობას, რომ იმკურნალოს ან განიცადოს რაიმე სახის მიიღოს რაიმე სახის მარეაბილიტირებელი პირობები გაიაროს და შესაბამისად ეს იწვევს იმას, რომ ხშირ შემთხვევაში სასჯელის მოხდის შემდეგ ადამიანი კვლავ ბრუნდება ნარკოტიკის მოხმარებას. მიმართვა არის საქართველოს მთავრობას და პარლამენტს და მიმართვის უმთავრესი აზრი არის ის, რომ საქართველოში ნარკოკანონმდებლობა გადასახედია და ნარკოკანონმდებლობაში ძალიან ბევრი მუხლი შესაძლებელია. დღეისათვის ნარკოკანონმდებლობა, ძირითადი პრინციპები საქართველოს ნარკოკანონმდებლობის არის რეპრესიული, ძირითადი ინსტრუმენტად, ასე ვთქვათ, კვლავ რჩება რეპრესიული მიდგომა და მრავალი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ნარკომომხმარებელთა დასჯა და დაპატიმრება მხოლოდ უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ნარკოკანონმდებლობასთან და ნარკომომხმარებელთა ქცევასთან მიმართებაში.